სურამის მეოთხე საჯარო სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბაზაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ გაჩენილი ხანძრის დროს სახურავის გარდა კედლები ზაზიან და რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება და სრული რეაბილიტაციაა საჭირო. ამჟამად მეოთხე სკოლის მოსწავლეები სურამის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლობენ. შეგახსენებთ, სურამის მეხუთე საჯარო სკოლაში ხანძარი მიმდინარე წლის 27 მარტს გაჩნდა. ხო, სურამის მეოთხე საჯარო სკოლაში დაგვემართა ცუდი შემთხვევა ჰქონდა ძალიან ხანძარი გაჩნდა. მაშინაც მგონი თქვენ ბრძანდებოდით, ხანძარმა დააზიანა სკოლის სახურავი, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურასთან ერთად არის მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა. ამიტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა, რომელმაც აღნიშნა დასკვნას ჯერ სიტყვიერით ალბათ დასკვნაც მოყვება, სახურავის გარდა დაზიანდა ის ზედა სართული, ბზარები გაჩნდა, ამიტომ მარტო სახურავის ასე ვთქვათ რეაბილიტაციით არ შეიძლება შემოიფარგლოს ამ სკოლის რემონტი. სკოლა ჩაისმევა ალბათ მომავალში სრულ რეაბილიტაციაში. მანამდე სკოლის მოსწავლეები გადაყვანილი ყავს ალტერნატიულ ფარჩში სურამის მეორე საჯარო სკოლაში და ჯერჯერობით იქ გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.